მოვამზადოთ ყველაზე მარტივი და გემრიელი რაფაელო. დოზებს დაგიწერთ აღწერაში. კვერცხის გულებს მწიკვი მარილი, შაქარი დავამატოთ და გათეთრებამდე გავთქვიფოთ. ვამატებ დარბილებულ კარაქს, სქელ მაწონს ან არაჟანს სოდა დავამატოთ და ისე დავამატოთ კვერცხის მასას. ვანილი დავამატოთ ფქვილი და უნდა მოვზილოთ ჩვილი ცომი. დამატებით ფქვილი დავაყარე დაფაზე და გადმოვიტანე ცომი, მაგ ფქვილს არ შევაზელ, მხოლოდ ამოვაგუნდავებ ფქვილში და გავათხელოთ პერგამენტის ქაღალდზე. გვერდები გავუსწოროთ თავიდანვე, ვაწყობ წინასწარ გახურებულ ღუმელში 165 გრადუსზე 12-15 წუთი სჭირდება. ეს ღია ფერის ფენები უნდა მივიღოთ. 3 კვერცხის გულისგან მოვხარშოთ რძის კრემი. მწიკვი მარილი, ცილისგან მოვამზადებ ბეზეს. შაქარი და კვერცხი გავთქვიფოთ, დავამატოთ ვანილი, ფქვილი, კრემის დოზებსაც აღწერაში დავწერ. კარგად გავხსნათ ფქვილი, დავამატოთ რძე და რძეშიც კარგად გავხსნათ ფქვილის მასა, გადავიტანოთ ქვაბში და მოვხარშოთ რძის კრემი. ადუღებიდან უნდა ვხარშოთ 6 წუთი. გადმოვდგათ, გადავიტანოთ ცალკე ჭურჭელში და დავაფაროთ ცელოფანი კონტაქტზე, რომ მალე გაცივდეს. ნელთბილის შეიძლება რომ გამოვიყენოთ. ცილა ავწონოთ და 2 იმდენი შაქარი უნდა გამოვიყენოთ. მწიკმარილს ვაყრი, შაქარს ვაყრი და გავთქვიფოთ ცოტა. გადავიტანოთ ორთქლის აბაზანაზე. წყალი არ უნდა ეხებოდეს თას, შაქარი სუნთლიანად უნდა გადნეს და ცოტა თერმული დამუშავება მივცეთ. ლიმონმჟავა დანისწვერი და გავთქვიფოთ გამყარებამდე. დავამატე დაბლენდერებული ნუში. დავაბოლოოთ მეორე პირველი კრემიც, კარაქი კარგად გავთქვიფოთ ვანილთან ერთად კრემოვან მასამდე და დავიწყოთ მოხარშული კრემის დამატება. უკვე მაღალ სიჩქარეზე აღარ ავთქვიფავთ, დაბალ სიჩქარეზე კრემი უნდა შევურიოთ. ბოლოს ვამატებ ქოქოსის ფანტელს და ორივე კრემი მზადა გვაქვს. პირველ ფენას ვუსმევთ მოხარშულ რძის კრემს, მეორეს ბეზეს ვუსმევთ, მესამეს ისევ რძის კრემს და ზემოდანაც და გვერდებზეც რძის კრემს ვუსმევთ. ზემოდან ფანტელი მოვაყარეთ. ძალიან გემრიელი ნამცხვარი გამოდის, ზოგჯერ ბეზეს მაგივრად ნაღების და კრემყველის კრემსაც ვუსმევ ხოლმე შუაში და ძალიან გემრიელია.